თავი მაყურებელს ვეთყვი, რომ ავერსის კლინიკამ ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო საექთნო პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, ექთნების პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მათი საქმიანობის დაფასება. კონფერენციაზე მოხსენებებით ავერსის კლინიკის ექთნები წარდგნენ, რომლებმაც ისაუბრეს საექთნო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ შემთხვევებზე. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საუკეთესო მოხსენების გამოვლენა და მათი ავტორების დაჯილდოება იყო ავერსის კლინიკისთვის საექთნო სამსახურის სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვანი რგოლია ექთნების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პაციენტზე ზრუნვის პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც პაციენტის გამოცდილებას, ისე სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ექთნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ავერსის კლინიკისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა წარმოაჩინოს საექთნო სამსახურის როლი. ხელი შეუწყობს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და პატივის წეს მათ ყოველდღიურ საქმიანობას. დღევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ექთნების საერთაშორისო დღეს. ჩვენ ტრადიციად დავამკვიდრეთ, რომ ყოველ წელიწადს აღვნიშნავთ ამას და აღვნიშნავთ კონფერენციით. ექთნების პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია არის მედიცინაში და ჩვენც გვინდა რომ დავაფასოთ ეს პროფესია, დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობენ და ასევე ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოიტანონ თემები, გამოიტანონ ის გამოცდილება, რაც მათ აქვს და ის ცოდნა და გაუზიარონ თავიანთ ყოლებებს. მედიცინა მუდმივად ვითარდება და ექთანი ეს არ არის მხოლოდ ექიმის ასისტენტი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ექთანი არის დამოუკიდებელი პროფესია, რომლის ცოდნაზე, კვალიფიკაციაზე, მონდომებაზე, განათლებაზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება და წარმატებული მკურნალობა. სოფლიოში უმძაფრესად დგას ექთნის დეფიციტის საკითხი, ამიტომ თითოეული ჩვენი ქმედება უნდა იყოს ორიენტირებული მათ პროფესიულ განვითარებაზე, მათ საუკეთესო სამუშაო, უსაფრთხო სამუშაო გარემოზე და რაც მნიშვნელოვანია, მათი შრომა იყოს ღირსეულად დაფასებული. ექთანი ზრუნავს არა მარტო პაციენტის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, ის პაციენტის ოჯახის წევრი ხდება სამედიცინო დაწესებულებაში.